მილიონს რო დაუბრუნდეთ, ხო? მინიმუმ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოდაცვით ჭრილში შეფასებას გავაკეთებდით, იმიტომ რომ ამას ითხოვს ჩვენი გარემოდაცვის შეფასების კოდექსი და იქნებოდა კითხვა დასმული. რატომ ვიხდით 393.2 მილიონს ნამოხვანის ხესის საერთაშორისო არბიტრაჟში წაგების გამო? საერთოდ რამდენი გვაქვს მიღებული ხესებიდან მთელ საქართველოში გაისტუმრებს ამ ვალს, რომელიც ყველამ უნდა გადავიხადოთ? მიზეზებს აღარ ვამბობ, მე უკვე ვინ გამოიწვია ყველა თუ დაგვაბრალონ გარემოს დამცველებს, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, მაგრამ მწვანე ალტერნატივა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ დავაბრალოთ მწვანე მაგრამ საიდან ამოვიღებთ 393.2 მილიონ დოლარს, რომელიც წავაგეთ საერთაშორისო არბიტრაჟში. სხვა შორის დოკუმენტები აქაც არ არის გასაჯაროებელი. მე მოუწოდებდი საქართველოს მთავრობას, რომ სთხოვოს ენკას, აქ მოთხოვნას ვერ გააკეთებთ, ორმხრივი შეთანხმება იყო, რომ ჩვენ გვინდა რომ გავასაჯაროოთ არბიტრაჟი. არბიტრაჟის მიმდინარეობა, რომ გავიგოთ რა დავაშავეთ მაინც. სხვათა შორის ეს კითხვა ძალიან მიესადაგება ახლა 6 მილიარდიან ინვესტიციასაც. მილიარდი ინვესტიციაზე ჯერჯერობით 63.2 მილიონი ვალი გვაქვს. ნამდვილად გადაგვახტევინებენ, ვერსად ვერ გავიქცევთ. და ენკა სხვათა შორის მედიაციიდან იყო გასული. მარტო ეს ფაქტიც კი საკმარისია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო. მე როცა ვცდილობდი მოლაპარაკებას, მედიაციას, ენერგოგაერთიანების ეგიდით მიმდინარე, ისინი სპეციალისტები არიან მედიაციის, მათ შორის ენერგეტიკული პროექტის. იმაში ოფიციალურად მონაწილეობა არ მიიღეს. მაინტერესებს, დავაში ეს არგუმენტი გამოიყენეს? ან უხარისხო გეზეშე რო იყოს, ის გამოიყენეს? ან ენკა რენიუაბლს პროექტიც კი რო არ ქონდა. ოფიციალური განცხადება მაჩვენონ პროექტი ნამოხანის ხესის და ყველაფერ ამაში როგორ მოვახერხეთ 393.2 მილიონის წაგება